მოკლედ მეგობრებო, ასეთი სიტუაცია დამხდა საქართველოში. ერთი კარგი კვერცხმადებარი ქათამი მოკვდა. თან კვერცხის დადების დროს, რატო არ ვიცი. ნაკბენი არა აქვს. ახალგაზრდა დედალი იყო. საჭმელიც არ აკლდა, სიმინძე მყავს რა თქმა უნდა და ესეთი ფატალური შედეგი მივიღე. ისე რომ მოხუნული იყო კვერცხის დადების დროს. ძალიან ცუდია. რადგან ჩემი ქათმები ყველა ძალიან ჯიშიანებია, არც ერთი არ მყავს ისეთი ჩვეულებრივი. ლივენური მამალი პირველ რიგში, რომელიც წონით 5 კილომდე აზდის და ბაზარში რომ გავხვიდეთ 70 ლარღის შეიძლება მეტიც ეღიროს. ეს ქათამის კიდე კვერცხდებდა სულ ერთხელ დაკრუხთა მარტო ერთხელ დაკრუხთა და სადღაც 280-დან 300 კვერცხამდე დებს თვეში არა წელიწადში უკაცრავად წელიწადში. და ასეთი ამბავი დამხვდა. დამაკლდება კვერცხები ალბათ. ძალიან კარგი კურხიც იყო, არა ჩვეულებრივად დამიზადა წიწილები. ეხლა კი დანარჩენი ვნახოთ. ჩემი მამალიც გამოვა მალე. გამორბიან საჭმელზე. ეს იხვებიც ძალიან ლამაზები არიან, ისინი ნაჩუქარია. გამთ. ისეც ძალიან არაჩვეულებრივია, ჩვეულებრივ ქათამს ნაღდათ არ გავს. ისინიც ლივენური არის, ანუ არეული ჯიშია, ჰიბრიდია. ესეც იაპონკა. ამ იაპონკების გაყიდვაც მინდა, სურვილები თუ ვინმეა, ორი იაპონკის მამალია და დედალ მამალს წყვილს გავყიდი. და აი ეს ჩემი ჩემპიონი მამალი. ძალიან კარგი ჯიშიანია, ამის ქათმები არა მყავს, ისიც ნაჩუქარია. ესეთმა კარგმა ადამიანმა მაჩუქარო, მის სახელზე მყავს, მაგრამ ცოტა მამლემა დამიჩაგრის, რატომღაც სუქანია ძალიან და ანუ ვერ ჩხუბობს, უჭის ჩხუბი და აი როგორი უკვე მოწუკები აქვს, ისეთი დაკბენილია. იაპონკები კბენენ ძირითადად და ერთი ახალი კარგი ჯიშის მამალი მყავს, ახალგაზრდაა და მოერია. ჩემო მეგობრებო, რამხელა ხელში ძლივს ამყავს, ისეთი მძიმეა და ქათმებში ვერ გადის, ვერ ჭამს და ხელით ვაჭმევ ხოლმე, ანუ ცალკე რო გადის, ისე დაუყრი, ხან ხელით ვაჭმევ, რომ არ გახდეს და არ ჩამოყაროს ხორცი. ამის გაყიდვასაც ვაპირებდი, მაგრამ ძალიან მეწოდება, ძალიან მომწონს, შვენიერი მამალია. წადი ჯუჯულია, წადი, ნუ გეშინი. სანამ მე ვარ, ვერავინ ერაფერს ვერ დაგისჭა. წადი. ძალიან ჭკვიანია და ძალიან საყვარელია. ეს იაპონკები ხა მე მიყურებენ, რომ როდის საჭმელი ვაჭამო. ესეთი გაზრდილი მყავს სულ ყველა, რომ სულ მხრებზე მაჯდებოდნენ და ესე მოდიოდნენ ჩემთან. ეხა დაუძახო. მოდით. აი ჩემი ხმის გაგონებაზე ისე მოდიან, ყველანი ძალიან მიყვარა. მოდი. ესეც მამალია მეგობრებო. ამასაც გავყიდი და ამ ქათამმა კიდე რა ვიცი, ატო გაიცვინა ბუმბული, არ ვიცი. ძალიან რაღაცნაირად გაცვენილი აქ ეთყობა, მამლები აცვენიებენ, იმიტომ რომ დიდი დეზები აქვთ ზოგს და დიდი ალბათობით გააყრევინებს. ისინი სულ ყველა ახალი დედლები არიან, ანუ სადღაც წელიწად ნახევრისაა, ყოველდღე მიდებენ კვერცხს. და მიხვების გაყიდვაც მინდა. აი თუ ვინმე სურვილი არის, დამიკომენტარეთ და აუცილებლად გაგატანთ.
იმედი ესენი მაინც გადამირჩებიან და იმ დედალივით არ დაიღუპებიან. სადღაც ამჟამად 30-მდე მყავს და გამოზაფხულიდან 150-მდე ვაპირებ რომ დავაჯინო. აი, ეს მიჩაგრავს იმ მამალს, ახალგაზრდა მამალია და ძალიან დიდი ტანისაა. და მიჩაგრა ჩემი მამალი ლევენური. აბა ეხლა წავედი მეგობრებო, კარგ დღეს გისურვებთ. თუ რამე დაგაინტერესებთ, ამი კომენტარით, შემდეგ კურდღლებზე ავტვირთავ კიდევ და კიდევ ახალ და სიახლეებს.